ახლა რაზეც უნდა ვისაუბრო, ამაზე არასდროს არ მისაუბრია, ჩემთვის დისკომფორტული იყო ეს თემა, ამაზე საუბარი, ამიტომ ვწელავდი, სანამ არ ვიგრძენი, ვინმესთვის ძალიან აუცილებელი ამის მოსმენა და ამიტომ ჩემი ცხოვრების აი ეს მონაკვეთიც უნდა გავაზიარო. წლების უკან მე გახლდით სულ სხვა ორიენტაციის. მე არასდროს მეგონა, რომ კაცთან, მამაკაცთან დავიჭერდი საქმეს, შევქმნიდი მომავალს. რადგან ჩემში ქალური და მამაკაცური ენერგია იყო დისბალანსში. ანუ ქალური ენერგიის რეპრესირება მოხდა, იქიდან გამომდინარე, თუ რა სიტუაციაშიც ვიზრდებოდი და ირგვლივ რასაც ხედავდი. ბავშვისთვის, გოგოსთვის, აუცილებელი ზოგადად ქალისთვის აუცილებელი არის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ოჯახში, უსაფრთხოდ აგრძნობინოს თავი მამაკაცმა, კერძოდ მამამ. იმიტომ რომ ჩვენი მამაკაცთან შეხება მამით იწყება. როგორც დედისგან არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, დედისგან სიყვარული, მამისგანაც სიყვარული და თან დაცულად თავის შეგრძნება. ქალური ენერგია გახლავთ კრეატიული ენერგია, შემოქმედებითი ენერგია. ქალური ენერგია გახლავთ გული და ინტუიციურად ნამართი აწმყო. აბსოლუტურად უნდა იყოს სხეულში, გულში, ინტუიციაში. მამაკაცი გონებაში. ლოგიკა, მამაკაცური თვისება არის. მე ამოვარდნილი მქონდა ბალანსი დარღვეული იყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ოჯახური ძალადობის გამო მე არ გრძნობდი თავს დაცულად და გადავწყვიტე საკუთარი თავის მცველი, რადგან მამა არ გახლდათ, თავად გამხდარიყავი. თქვი რომ მე უსაფრთხოდ ვერ გრძნობ თავს მამაკაცებთან, შესაბამისად რას გავაკეთებ? მათგან შორს დავიჭერ თავს. ან თუ მათ გაძრემოცვაში ვიქნები, დავუმტკიცებ, რომ მე მათზე უკეთესი ვარ. დავუმტკიცებ, რომ დომინანტობა, დავუმტკიცებ, რა ჭკვიანი ვარ და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად დისბალანსში ვიყავი. ქალური ენერგია გახლავთ მხიარულობა, კეკლუცი. რომელ კეკლუცობაზე არის საუბარი? იყო საუბარი, როდესაც სულ მტკიცებაში ვიყავი, მტკიცებაში რომ ხრა ძლიერი ვიყავი, დომინანტობდი, ვაგრესორობდი, სულიტურად დისჰარმონიაში ვიყავი. ჩემი ქალური ენერგია სადღაც გადავაგდე, რომ დამემტკიცებინა თუ რა მაგარი ვიყავი ვისთან, საკუთარ თავთან. რეალურად ვცდილობდი საკუთარ თავის დაცვას. და კი არ ვიცავდი პირიქით. ისეთ სიტუაციებს ვიზიდავდი, რაც მათკენდა. ყოველთვის ყველაფერს თავად ვაკეთებდი. აი, რაც არ უნდა ძიმე რამე მჭეროდა ხელში, თუ მამაკაცი მეტყოდა რომ დაგეხმარებიო, ვეტყოდი არა, თავად გავაკეთებ ამ ყველაფერს. რატო? იმიტომ დამტკიცება მინდოდა, რომ იცი რა, შენზე ფიზიკურადაც ძლიერი ვარ. სულ რაღაცის მტკიცებაში ვიყავი, სულ კონტროლში ვიყავი, არ ვენდობოდი არავის და არაფერს. ყველაფერს ვაკონტროლებდი გარეთ და რეალურად რა მჭირდებოდა, იცით? საკუთარი თავის განკონტროლება, საკუთარი ჰორმონების დაბალანსება იყო ჩემთვის აუცილებელი. ანუ პრობლემას გარეთ ვეძებდი და არა შიგნით. ვერ ხვდებოდი, რომ დისბალანსში იყო ჩემი ენერგია, ამას ვერ აღვიქვავდი. ვაკონტროლებდი ყველაფერს, მეგობრებს თუნდაც და ასე შემდეგ. რატო? ანუ ყველაფერი მინდოდა ისე ყოფილიყო, როგორც მე მინდოდა. ყველაფერს ვაკონტროლებდი, სამყაროს არ ვენდობოდი, ჩემი ვცდილობდი ყველაფრის გაკეთებას, თავად ვიღებდი გადაწყვეტილებას. რატო? იმიტომ რომ არავის არ ვენდობოდი და შესაბამისად კი არ ვაშენებდი, ვანგრევდი. ქალურ საწყის რომ უწყდი, ქალური საწყისი რა არის? ქალური ენერგია რა არის შემოქმედებითი, ვერაფერს ვერ ქმნიდი. ვანგრევდი, რაც კი შექმნილი იყო, ილუზორული იყო. წამებში რა წლების განმავლობაში, ხა შეიძლება ეგრევე არ დაინგრევს, მაგრამ წლების განმავლობაში მაინც თავზე მენგრეოდა. ყველაზე აუცილებელი რაც იყო, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, საკუთარი თავის გაკონტროლება,
ემოციების კონტროლი, საკუთარი თავის პოვნა, ამას არ ვაკეთებდი. პრობლემას გარეთ ვეძებდი და არა შიგნით. შესაბამისად, უფრო წყენაში ვიყავი და ტკივილში. არაფერი იცვლებოდა. როდესაც ვამბობთ, რომ ახლა სუსტი მამაკაცები არიან, ახლა მამაკაცები შეიცვალნენ, თავად კი არ შეიცვალნენ, ქალმა შეცვალა. ქალმა, რომელიც ტკივილშია. აღზარდა დისბალანსში მყოფი შვილები. ქალმა ანახა ემიგრაციაში მყოფმა, ანახა შვილს, რომ მამის მოვალეობა რაც არის, მამა არის მცველი, მამა ქალი არის შემოქმედი, მამა დამპურებელი, თუნდაც შეცვალა. თავად წავიდა ემიგრაციაში, მამა არაფერს აკეთებს, თავად ყველაფერს აკეთებს ქალი, იმას, რაც მისი გასაკეთებელი არ არის. დისბალანსში აქვს ქალური და მამაკაცური ენერგიები. ქალმა მამაკაცი შეცვალა. და ამ ყველაფერს რო უყურებს თაობა, ახალი თაობა, თავადაც ცვლის ჰორმონებს, თავადაც ცვლის ენერგიებს. და მამაკაცები ხდებიან ქალები კი მამაკაცები. დისჰარმონიული ხდება ცხოვრება. ამიტომ ქალი უნდა გახდეს ქალი, ანუ შემომქმედი. მამაკაცი კი მამაკაცი, ანუ მცველი. ქალის მცველი, როდესაც ქალი იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც გააღვიძებს მის შემოქმედ თავს და გააზიარებს მამაკაცში ამ ყველაფერს, სასწაულები მოხდება. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ქალსაც და მამაკაცსაც ბალანსში კონდეს ქალური და მამაკაცური ენერგიები. ქალებო, გაიხსენეთ ვინ ხართ. გააღვიძეთ, გააღვიძეთ ქალი თქვენში და სასწაულები მოხდება. მე ეს რო არ ვიცოდი, რო ხედავდი დედა ჩემი უკეთებდა ყველაფერს მამა ჩემს, და რას ხებულობდი? მამაკაცურ ენერგიაში კი არ იყო, დაბნეულ ენერგიაში იყო, ასე რომ ვთქვათ. წაართვეს კაცურობა, აგრესიული იყო, ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხა მარტო დედა ჩემის ბრალიც არ არის, ეხლა მთლად ასე არ არის, მაგრამ ქალებო, ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ ყველაფერში. ამას რო ვხედავდი, გადავწყვიტე, რომ მამაკაცად ყოფნა მინდოდა. და შესაბამისად, ურთიერთობები ვისთან მქონდა? კაცთან არა, ქალთან. თუმცაღა რადგან ბოლომდე არ იყო ეს ჩემი, როგორ ქალებთან მქონდა ურთიერთობა? მამაკაცურ ქალებთან. იმიტომ რომ ყოველთვის ქალში მაინც კაცს ვეძებდი. ყველაფერი ჩვენ ხელშია, ქალებო. აღარ დავაბნიოთ არც საკუთარი თავი და არც მამაკაცები. მამაკაცებმა კი ზედმეტი მზრუნველობით, ზედმეტი არაფერი არ არის კარგი. ზედმეტი დაცულობა არ უნდა აგრძნობინოს ქალს. ქალი თუ დაასუსტე, ქალი თუ სუსტი გახადე, ის შემოქმედი ვერ გახდება. ქალს ბალანსში უნდა კონდეს ყველაფერი, ქალური ენერგია და მამაკაცური ენერგია. მამაკაცური ენერგია რა არის კიდევ? დისციპლინა. ქალს თუ დისციპლინა არ აქვს, დაკარგული არის ყველაფერი, როგორც მამაკაცსაც. ამიტომ ამ ზედმეტი მზრუნველობაც არ ვარგა. მამაკაცებო, დაცულად აგრძნობინეთ თავი ქალბატონებს და ისინი სასწაულებს ვახდენენ და თაობებსაც მაგიურებს გაზრდიან. ქალებო, თქვენ კიდე აკეთებთ იმას, რაც მამაკაცის გასაკეთებელი არის. მიეცით მამაკაცებს საშუალება იყვნენ მამაკაცები და სასწაულები მოხდება. ქალებო, გაიღვიძეთ და დომინანტური დამპყრობლობაზე
მტაცებლობაზე აგებული სამყარო შემოქმედებით გახდება. სულ ვამბობ, ღმერთს რო სქესი კონდეს, მდედრი იქნებოდა თქო, რატო? იმიტომ რომ ქალი შემომქმედია, მამაკაცი კიდე მცველი. გახდით შემომქმედი და გააზიარეთ ჭეშმარიტება. დაუკავშირდით კვლავ თქვენს სხეულს, გულს და ინტუიციას. ის ცოდნა გაიღვიძებს თქვენში, რაც სამყაროსეული არის, რაც თქვენია და გაზიარდება შემდეგ სხვაში. გაიღვიძეთ და გააზიარეთ ცოდნა. ქალი მამაკაცის გარეშე არ არის ძლიერი. ვერც მამაკაცი ქალის გარეშე. არ დახარჯოთ თქვენი სექსუალური ენერგია. ნუ გააკეთებთ ამას. ნუ გაუზიარებთ იმ მამაკაცებს, ვით თქვენი არ არის. ნურც მამაკაცები მოიქცევით ასე. 9 წელი მარტო გახლავართ. პირველად გადაწყვეტილება მივიღე ამის და მერე მივხვდი თუ რა სწორი გადაწყვეტილება იყო ეს ცოდნა. რა სულ ასეთი ცოდნით კი არ ვიყავი. მეც თქვენსავე დაბნეული ვიყავი, მერე რა. მივხვდი რატო დამაყენა სამყარომ ამის წინაშე, რომ მიმხვდარიყავი, რომ ჩემი ენერგიები დამებრუნებინა უკან. I call my power back. დაიბრუნეთ, მოუხმეთ თქვენ ენერგიებს, თქვენ ძალას და გახდით შემომქმედნი და სასწაულები მოხდება. არჩევანი, ვინ ავირჩიოთ პოლიტიკა, აირჩიეთ საკუთარი თავი. აირჩიეთ, მე ვირჩევ დღეს მეს. თქვით ეს. და შემდეგ სხვისი არჩევა აღარ დაგჭირდებათ. ყველა რო საკუთარ თავს აირჩევს, სამყარო თავისი დაალაგდება. დაალაგეთ, ჰარმონიაში მოიყვანეთ მამაკაცური და ქალური ენერგიები, ბალანსში კონდეთ. და დამპყრობლური, მტაცებლური, ქაოტური სამყარო, მის გამო რომ ქალმა საკუთარი თავი დაკარგა, უპირობო სიყვარულზე აგებული. შემოქმედებითი გახდება. მიყვარხართ, გხედავთ და მჯერავთ თქვენი, ვიცი რომ ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.